ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უსმენთ გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე და ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ გია ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. მადლობა ბატონო გია სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თემა, რომელიც ძალიან ცხელია საქართველოში, ვინაიდან ის ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს ველით უვიზო მიმოსვლას და ანონსებული იყო, რომ ეს პროცესი დასრულდება ზაფხულში. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? ჩვენთვის ცნობილია, რომ ხვალ დღის წესრიგში შეტანილია ევროკავშირის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრების დონის განხილვაში ეს საკითხი. რა მოლოდინი გაქვთ? მით უმეტეს იმის გათვალისწინებით სამწუხაროდ, რომ მუდმივმოქმედი წევრების ანუ ელჩების დონეზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდა საქართველოს საკითხზე. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას მოგასცემთ მოწვევისთვის. ხო, ეს ცხელი თემაა, როგორც ჩანს, წლის ბოლომდე დარჩება ცხელ თემად, ან უახლოესი ვისურვებდი, რომ უახლოესი რამდენიმე კვირა იყოს კიდევ ცხელი თემა და რამდენიმე კვირაში ეს პროცესი დასრულდეს. მოდით მე რადგან ამ საკითხზე ხშირად ვარ ხოლმე ბოლო დღეების სტუმარი სხვადასხვა მედია საშუალებებში, ტრადიციულად დავიწყებ, როგორც სხვაგან ვიწყებ ხოლმე. ცოტა ძალიან მოკლე ისტორიულ ასე ვთქვათ ექსკურსს გავაკეთებ, როგორ მივედით აქამდე, სადაც ვართ. მანამდე მაყურებელს რო უთხრათ, სხვებისგან განსხვავებით, ანუ სხვა მედია საშუალებებში თუ იგივეს ამბობთ, ანუ ეს პროცესი დასრულდება ზაფხულისთვის თუ ველით რო წლის ბოლოსთვის დასრულდება. მე მაშინაც დეკემბერში, წინა წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გადაუგზავნა ევროპის კავშირის პარლამენტს და ევროპულ საბჭოს, მაშინაც თქვი და ყოველთვის ვიმეორებ, რომ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ თარიღებთან დაკავშირებით. ჯობს ნუ ვიტყვით თარიღს, ნუ გამოვაცხადებთ რაღაცის ანონსს. რატომ? იმიტომ რომ თუ შემდეგ ეს თარიღები არ გამართლდა, ეს იწვევს გარკვეულ იმედგაცრუებას, ფრუსტრაციას ჩვენს მოქალაქეებში და ჩვენს მოქალაქეებს ისედაც საკმაოდ ფრუსტრირებულს არსებული პრობლემებით აღარ ჭირდებათ, რომ კიდევ ამ კუთხითაც რაღაც იმედგაცრუება ჰქონდეთ. მაშინ დაუბრუნდები ისევ ჩვენს პატარა ექსკურსს. მოკლედ ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე ჰქონდა ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელსაც ხშირად არ იხსენებენ, ეს იყო სავიზო რეჟიმის გამარტივება, ეგრეთ წოდებული სავიზო რეჟიმის ფასილიტაცია, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის მარტში, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს საერთოდ აღარ სჭირდებოდათ ვიზა, ხოლო ევროპის კავშირში შესასვლელად, ხოლო საქართველოს მოქალაქეს 24 კატეგორიის საქართველოს მოქალაქეს გაუმარტივდა ვიზის მიღების პროცედურები. ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მივიდოდით. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიწყეთ საუბარი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე 2012 წელს სესილია მალსტრომი მაშინდელი კომისარი, რომელიც მიგრაციის საკითხებს კურირებდა, არ ჩამოვიდა არჩევნების გამო ჩვენთან, რომ ეს არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების თემა, ჩამოვიდა 2013 წლის თებერვალში, ამის შემდეგ ჩამოიტანა ეგრეთ წოდებული ვლაპი სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მოცემული მომენტისთვის და აგერ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ასრულებს ვლაპის ყველა პირობას. ჩვენ ტექნიკურად ყველა პირობა შესრულებული გვაქვს და ევროპის კავშირს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ ჩვენ უარი გვითხრას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. უბრალოდ არის რაღაც გარკვეული პრობლემები, არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში ზოგადად არსებობს ხელსაყრელი და არახელსაყრელი სიტუაციები. ჩვენ აღმოჩნდით მოცემული მომენტისთვის არახელსაყრელ სიტუაციაში. დიახ, არახელსაყრელ გარემოში. ზუსტად ამაზეა ჩემი კითხვა, ტექნიკურად კი ყველა აღიარებს ამას, რომ საქართველოს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიის დასკვნაც სწორედ ამას აღნიშნავს, მაგრამ არავითარი უფლება არ აქვს ევროკავშირის საბჭოს უარი გვითხრას, მან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ლაპის მიხედვით არა.
შემთხვევით არა, მაგრამ ისინი იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს არის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა მსმენელს, რომ ასე გასაგებენაზე უთხრათ იმაზე, რომ საქართველოს მზად არის ახლა ამ პოლიტიკურ რეალობაში საერთაშორისო ასპარეზზე ევროპა მზად არის, რომ საქართველოს მისცეს უვიზო მიმოსვლა. თქვენ აღნიშნეთ, რომ არახელსაყრელი გარემოა ახლა ევროპაში, ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის რის გამოც ახლა ყონდება უვიზო მიმოსვლის პროცესი, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში დისკუსიის რეჟიმშია, ამის მიზეზი არის ის, რომ საერთაშორისო არენაზე არ არის ხელსაყრელი ვითარება? დიახ, მე ასე მიმაჩნია. კონკრეტულად რას გულისხმობთ? კონკრეტულად არის ბევრი ფაქტორია, მე შევეცდები რომ რაღაც ნაწილი ამ ფაქტორების, რომლებიც მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ჩამოგითვალოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ შემთხვევაში აი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ გვჭირდება ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება, კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლება ეს საკითხი გავიდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მისაღებად კენჭისყრაზე არ დადგება და ამასაც აქვს გარკვეული თავისი მიზეზები. დიახ, აქვს თავისი მიზეზები, რატომაც არ გამოვა, ეს კიდევ თქვა საუბრის კიდევ ცალკე და სხვა თემაა. მოდით დაუბრუნდები იმ ფაქტორებს, რა ფაქტორებიც ამ შემთხვევაში ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. თქვენ როგორც მოგესალმებით, გერმანიამ დააყენა საკითხი ორგანიზებული დანაშაულთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გახსნა გამოიწვევს ორგანიზებული დანაშაულის ზრდას ევროპაში. ეს იყო ერთი მინისტრის განცხადება და მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოგვიწოდა კონკრეტულად ჟურნალისტებს, რომ მაინც დიპლომატიური ხელხია. ნუ ასაკვირველია საგარეო საქმეთა მინისტრო არ აკეთებს განცხადებას, მაგრამ განცხადებას აკეთებინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 3 დღის განმავლობაში 4 სტატია გერმანულ პრესაში, რომელიც ეხებოდა ქართულ დანაშაულებრივ ჯგუფებს, ეს არ იყო შემთხვევითი და ასაკვირველია ეს ატარებდა კამპანიურ ხასიათს და ბუნებრივია ამის უკან არ იდგა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ალბათ იდგა შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა. ჩვენმა სამინისტრომ განმარტა. ჩვენი სამინისტროს განმარტება, აი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება იქნებოდა იგივე. ხო, ესეც აბსოლუტურად მიგაჩნიათ, რომ ეს ფაქტორია, კრიმინალი. არა, კრიმინალი არ მიმაჩნია ფაქტორად მიმაჩნია თვითონ სახელმწიფო გერმანია. გერმანია ასახელებს. ამას მიზეზად ასახელებს. დიახ, ეს ნებისმიერი სხვა მიზეზი შეიძლებოდა დაესახელებინა, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში დაასახელა ორგანიზებული დანაშაული. თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველოს არც თუ ისე მოწინავე ადგილზეა დიდ ქვეყნებთან შედარებით. უფრო მეტის ხალბატონო სოფო, როდესაც ვლაპი მოგცეს, მაშინ გერმანიამ არ იცოდა ორგანიზებული ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ, ან მაშინ როდესაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გადაუგზავნა ევროპის პარლამენტს, ან ევროპულ საბჭოს, მაშინ არ იცოდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები არსებობდა. ამ ორგანიზებული დანაშაული ჯგუფების წევრებს იქ ლეგალურად ყოფნის საბუთებს ვინ აძლევს? საქართველოს ხელისუფლება ხო არ აძლევს, ისევ გერმანიის ხელისუფლება აძლევს. ანუ ეს როგორი რაღაცაა, იცით, ეს არის მიზეზი იმისათვის, რომ თავარი რაღაცაზე გვითხრან შეგვაფერხონ ან დროებით გვითხრან, ასე ვთქვათ, უარი. რა იწვევს გერმანიის ასეთ პოზიციას? რასაკვირველია, აქ არის კიდევ ცალკე სხვა ფაქტორები. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ, რა თქმა უნდა, მიგრაციის ეს დიდი ტალღა, რომელიც ევროპის კავშირის, რომლის მიღებაც ევროპის კავშირს მოუწია, მისი ისტორიისთვის ეს ძალიან უჩვეულო მოვლენა იყო და მომზადებელი შეხვდა და ვერც იქნებოდა ალბათ მომზადებული, იმიტომ რომ მსგავსი რამ ისტორიაში არ ქონია. მიგრაციასთან ერთად ცხადია არის მიგრანტებს შეიძლება შემოყვნენ ასევე ტერორისტები და ამის ფაქტიც არსებობდა. უკანასკნელი ტერორისტული აქტების ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ამ ტალღას შეყვა. ცნობილი ეგრეთ წოდებული ბალკანური მარშრუტით, რასაკვირველია ესეც არსებობს ზოგადად განწყობა, ამ შემთხვევაში უარყოფითი განწყობა მთლიანად ევროპულ საზოგადოებაში, ევროპის მოქალაქეებში, რაც აისახება თუნდაც ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტიების პოპულარობის ზრდით, ევროპის კავშირის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში არსებობს ამას გარდა თვითონ გერმანიის შიგნით გარკვეული პრობლემები, როგორც მოგესალმებით, გერმანიაში არის დიდი კოალიცია, ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ერთად მართავენ ქვეყანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიან-დემოკრატებს და სოციალ-დემოკრატებს საგარეო პოლიტიკური ხედვები ერთნაირი აქვთ, ეს ასე არ არის. ამას გარდა არის კიდევ ერთი მცირე პარტია, რომელიც როგორც წესი არის ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, ეს არის
ბავარიული ქრისტიანულ სოციალური კავშირი თუ სწორად თარგმნი, რომელსაც ამ მიმართულებით მაინც და მაინც ჩვენთვის სასარგებლო პოზიცია არ აქვს, რატომღაც აი მკვეთრად გადაიხარნენ იმისკენ, რომ ევროპული პერსპექტივა ვთქვათ არ ჰქონდეთ ბევრ სხვა სახელმწიფოებს, ვისაც ასეთი პერსპექტივა სურს რომ ჰქონდეს და მათ შორის ვთქვათ ანუ თქვენ ამბობთ რომ ერთ-ერთი ფაქტორი არის გერმანიის შიდა პოლიტიკა, გასაგებია. მათ შორის აი პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის აღარ უნდა რომ იყოს მეორე ვადით პრეზიდენტი. ესე იგი გერმანიის პარლამენტს ყავს ასარჩევი ახალი პრეზიდენტი. მოგეხსენებათ არც ერთ პარტიას არ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა. ანუ შიგნით უნდა მოხდეს ისევ კომპრომისი სოციალ-დემოკრატებს, ქრისტიან-დემოკრატებს შორის, რომ გაიყვანონ, თუ არა და თუ ვერ აირჩიეს პრეზიდენტი, მაშინ არის ვადამდელი არჩევნები. ეხლა ეს ვის უნდა? ამას გარდა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის ის ჩარჩო შეთანხმება, რომელიც არის ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის, როგორც მოგესწრებათ, მიგრაციის შესახებ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი არის თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის მიცემა. და 3 დღის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვაჩერებ მიგრაციის შესახებ ჩარჩო შეთანხმების შესრულებას, თუმე დღესვე, თუ თურქეთმა დღესვე არ მიიღო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ბატონო, აი აქ უნდა კითხოთ აუცილებლად. გუშინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში დაწერა ასეთი ტვიტი, რომ მას ყავს ძალიან სანდო წყარო, თუ რატომ უთხრეს საქართველოს, რატომ ვერ შეთანხმდნენ საქართველოს საკითხზე ელჩების დონეზე და მან დაასახელა ასეთი რამ, რომ გერმანია, მეც ვციტირებ, ერთგვარ კოზირად იყენებს უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან და ამ თემას იმის სანაცვლოდ, რომ საფრანგეთი და იტალია დაითანხმოს მისთვის საჭირო საკითხებზე. პირველი ეს არის თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის მიჰნიჭება და მეორე ეს არის უკრაინის საკითხებში მხარდაჭერა, ანუ სანქციების გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ ოცში საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისთვის და ამ საკითხზე იტალია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. შესაძლებელია უშვებთ ასეთ რეალობას, რომ ვაჭრობ ერთგვარი კოზირების თამაში მიმდინარეობდეს საფრანგეთის მიმდინარეობს ზუსტად ასეთი ვაჭრობა, იმ ფაქტორებს, რასაც მე ვასახელებ, არის ამ ვაჭრობის საგანი. უბრალოდ ის, რაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიტანა, მე მგონი, რომ იქ მაინც და მაინც, ანუ მე ცოტა სხვანაირად ვხედავ ამ ფაქტებს, მაგრამ ზუსტად ამაზე მიმდინარეობს ვაჭრობა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადებაც არ იყო შემთხვევითი, მან დაინახა, რომ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი შეიძლება გაჭიანურდეს, ამიტომ ის თამაშობს ბუნებრივია დასწრებას. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც ცხადია ცდილობენ რომ გაიტანონ თავიანთი ინტერესები. მაგრამ აი ეს თურქეთის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ იგივე გერმანიის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში არიან პარტიები, რომლებიც თქვა ხარს უჭერენ გერმანიის თურქეთის ევროპულ მომავალს, ხოლო არის ნაწილი, რომელიც არ უჭერს თქვა თურქეთის ევროპულ მომავალს. მაგრამ მნიშვნელოვანია მიგრანტების თემა, რომელზეც პასუხისმგებლობა თურქეთმა აიღო ფაქტობრივად. თურქეთმა აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ ევროპასაც აქვს აღებული თავისი წილი პასუხისმგებლობა. არა მარტო უვიზო მიმოსვლა, მათ შორის თქვა სირიიდან წამოსული ტოლვილები ევროპაში დაბინავება, რის სანაცვლოდაც თურქეთმა უკან უნდა მიიღოს, თქვა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა, მაროკოდან, ალჟირიდან, ან ტუნისიდან შესული დევნილები. ეს არის ძალიან დიდი შეთანხმება და ამის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია უვიზო მიმოსვლა. იქ არის კიდევ თანხმობრივი კომპენსაცია და ასე შემდეგ. მე გავაგზელებ ისევ ფაქტორებზე საუბარს, თქვენ დაასახელეთ უკრაინა, დიახ, უკრაინაც ერთ-ერთი ის ქვეყანა, ვისაც ასევე სურს თავისუფალი მიმოსვლა ევროპის კავშირთან და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც უკრაინას ლობირებს. თქვენ თუ გახსოვთ, თავიდან ჩვენ და უკრაინა ერთად ვიყავით, ტანდემი იყო, ჩვენ მოახერხეთ ეს ტანდემი რაღაცნაირად გავხლიჩეთ და დღეს თქვა ჩვენ მარტივად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ ცდილობს თქვა თავისი საქმეები გაიტანოს და დაახლოებით ერთი კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ბერლინში ზუსტად ამ საკითხებზე სასაუბროთ. ანუ უკრაინას და თურქეთის ცდილობს, რომ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მიებას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. არის კიდევ ერთი ქვეყანა, ან არაღიარებული ქვეყანა, როგორც გნებავთ ისე უწოდოთ, კოსოვო, რომელიც გაზაფხულიდან ასევე ამ რიგში დადგა. ანუ დღეს ვართ 4, საქართველო, კოსოვო, თურქეთი, უკრაინა. კოსოვო არ ყავს აღიარებული ევროპის კავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს და არც აპირებს რომ აღიაროს, როგორც წარმოგიდგენიათ კოსოვოს როგორ შეიძლება მიენიჭოს უვიზო რეჟიმი. ანუ ეს არის ძალიან რთული, ძალიან ჩახლართული განტოლება, სადაც სამწუხაროდ ჩვენც მოვხდით, ხო? ყველა აღიარებს, ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთხმად ცალსახად რომ დასახელებული 4 სახელმწიფოდან
მხოლოდ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შესრულებული აქვს ტექნიკურად ამ ყველა ვალდებულება გათვალისწინებული ვლაპით. სხვებს არ აქვს შესრულებული და ჯერჯერობით არ ჩანს პერსპექტივა, რომ ისინი ამის შესრულებას შეძლებენ. ანუ რომ დავასრულო. კიდევ სხვა ფაქტორებიც არის, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. მე რას ვხედავ? მე მგონია, რომ გერმანია რა თქმა უნდა ვაჭრობს ევროპის კავშირის შიგნით და საქართველო რა თქმა უნდა არის ვაჭრობის თემა. ამავდროულად ეს არის გერმანიაში შიდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ეს ყველაფერი აისახება მთლიანად ევროპის კავშირზე და მთლიანად ევროპის კავშირს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველოს დღესვე მისცეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ის ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ უჭირს დღეს დაუშვას ასეთი პრეცედენტი. იმიტომ რომ თუ დაუშვებს ასეთ პრეცედენტს, მაშინ მან პასუხი უნდა გასცეს უკრაინის, თურქეთის და კოსოვოს ანალოგიურ თხოვნას თუ მოთხოვნას. ბატონო, გეცდილობ ლოგიკაში მოგყვეთ ახლა, მაშინ რა შეიცვლება წლის ბოლომდე თქვენი აზრით, რამე პრობლემა აქედან რაც ჩამოთვალეთ მოგვარდება? განტოლება ამოიხსნება. ეს ძალიან მარტივად განტოლება ამოიხსნება. ანუ დღეს მოგროვდა ეს ყველაფერი ერთად და ცოტა ხანში აი როგორ გითხრათ, ეხლა არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ რაღაც სიმჭიდროვე და ცოტა ხანში ეს გაიშლება. როგორც კი ეს გაიშლება, ჩვენთვისაც გაიხსნება ის ხელსაყრელი სივრცე, როდესაც ჩვენ ეს მოგვენიჭება. იგივე თქვა თურქეთთან აი ამ საემიგრაციო ხელშეკრულების შესრულების საკითხი მასთან დაკავშირებული პრობლემები, იგივე ვთქვათ უკრაინის საკითხი, კოსოვოს საკითხიც თუნდაც, ხო, ხა, როდესაც ორგანიზებულ დანაშაულზე საუბრობთ, ამ ყველაფერს ასე ვთქვათ წაადგება, მე ვისურვებდი, რომ ამას დაჭირდეს სულ რამდენიმე კვირა. და რასაკვირველია, ჩვენც უნდა ვიყოთ აქტიურები. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აი, უნდა გითხოთ, ბატონო გიან, დიპლომატიური არხები, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელები, ფიქრობ თუ არა, რომ მათი მეტი მუშაობა იყო საჭირო, თუ მათი მუშაობის მიუხედავად და მათ მუშაობას თქვენ კარგად აფასებთ, ამ ყველაფრის მიუხედავად გერმანიის პოზიციის ცვლილება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. მოგახსენებთ, ხალბატონო სუპო, მეტი მუშაობა იყო საჭირო 2013 წელს. ჩვენ ფაქტობრივად 2013 წელს მაშინდელი მინისტრის და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად გაუგებარი და ძალიან მავნებლური საქმიანობის შედეგად ჩვენ ფაქტობრივად ის წელი ვერ გამოვიყენეთ ისე, როგორც უნდა გამოგვეყენებინა. შეგახსენებთ, რომ ელჩები არ იყვნენ დანიშნული რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის გერმანიაში დიდი ხნის განმავლობაში არ ყავდა ელჩი. აგრეთვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს იქ არიან დანიშნული, ყველაფერს აკეთებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხშირად მათ არ ყოფნით კომპეტენცია. რატომ? იმიტომ რომ იქ არ არიან დანიშნული დიპლომატები და ყველა მათგანი იყო პოლიტიკური დანიშვნა. და კიდევ ვიმეორებ, ეს არის მოხდარი იმ პერიოდის მინისტრის და იმ პერიოდის პრემიერ-მინისტრის პირობებში. აქ ნამდვილად იმათ ძველებს, რომლებიც იქ უკვე აღარ არიან, საბედნიეროდ აღარ არიან, იმიტომ რომ ისინი რო იყოფილიყვნენ, კიდე სად ვიქნებოდნენ, ძალიან ძნელი სათქმელია, რასაკვირველი აქ იყო დაშვებული, აქ არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის კრიტიკის ობიექტი. ხლა რაც შეეხება შეიძლება თუ არა იყვნენ უფრო აქტიურები. კი, მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად საქართველოს ხელისუფლება დღეს არ არის პასიური, იმიტომ რომ ნახეთ, პრემიერ-მინისტრი იყო, იქ პრეზიდენტი იყო, პარლამენტის თავმჯდომარეა გერმანიაში, სატელეფონო საუბარი შედგა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შეიძლება ვიყოთ უფრო აქტიურები. მაგალითად, თუ ვნახეთ, რომ გერმანიის მედიაში არის 4 სტატია საქართველოზე, ხო შეგვიძლია ჩვენს გავაკეთოთ ჩვენი ლობისტების საშუალებით 4 სხვა სტატია, სადაც ეს იქნება გაბათილებული, ან თქვათ ეწერება უფრო მეტი კარგი თქვათ საქართველოს შესახებ. ეს მიღებული პრაქტიკაა, ლობიზმი არ არის სუდი სიტყვა, ყველა სახელმწიფო ამას იყენებს. ასე არ მეაჩნდა თავიდან, ქართულ ოცნება მოარი თქვა თავიდან. აი ზუსტად მანდ იყო დაშვებული, დიახ, ზუსტად მანდ იყო დაშვებული შეცდომა და მახსოვს მაშინდელი მინისტრი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ლობისტებთან დაკავშირებით რა წინადადებებით, რა განცხადებებით გამოდიოდნენ. დღესაც შეიძლება მიმაჩნია უფრო მეტი აქტიურობა. მე ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ დღეს ხელისუფლებას, ვერ ვიტყვი, რომ ისინი პასიურები არიან. არ არიან, მაგრამ შესაძლებელია გავაკეთოთ გავაკეთოთ გრძელვადიანი საინფორმაციო კამპანია, რატომ არ ვაკეთებთ? გავაკეთოთ იგივე გერმანულ მედიაში, გავაკეთოთ სხვა ქვეყნების მედია საშუალებებით.
ეს გასაკეთებელია. გასაგებია. ბატონოგია, მართლა ძალიან აქტიურია საქართველოს მთავრობა ბოლო რამდენიმე დღეა. პრეზიდენტი იყო მაგალითად ჯერ სტრასბურგში, შემდეგ ბრიუსელში. სტრასბურგში ის ევროპარლამენტარების შეხვდა, კერძოდ საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოვიდა სიტყვით და გეცოდინებათ, რომ იქ მთავარი აქცენტი, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ქვეყნის შიდა საკითხებზეც გაკეთდა. ევროპარლამენტარების 15 კითხვიდან უმეტესობა შეეხებოდა რუსთავი-ორს მაგალითად, შეეხებოდა სასამართლო პროცესს, იყო ოპოზიციის ლიდერებზე, ძალადობის ფაქტებზე საუბარი და არჩევნებზე, როგორც ასე ვთქვათ, ტუსკმა მეორე დღეს დემოკრატიის ტესტიც გიუწოდა ამ არჩევნებს. არსებობს ასეთი კითხვა საზოგადოებაში, შესაძლებელია თუ არა შიდა ფაქტორებმა ქვეყნის გავლენა იქონიოს უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე საქართველოსთვის, მაშინ როცა ევროპარლამენტში გადავა ეს საკითხი და ჩვენ ვიცით, რომ ევროპის საბჭოს შემდეგ ევროპარლამენტში კენჭისყრა მოსალოდნელი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მათაც უნდა მიიღონ. აპრილის თვეში მე პირადად მომიწია რამდენიმე ევროპის პარლამენტის წევრთან საუბარი. ევროპის პარლამენტში ჩვენ პრობლემები არ გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ცალკეული ჯგუფები, სახალხო პარტიის რაღაც ერთი ნაწილი, არა მთლიანად სახალხო პარტია, არამედ სახალხო პარტიის რაღაც ერთი ნაწილი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო თქვა ცოტა კრიტიკულად არის განწყობილი. არა, ევროპის პარლამენტში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც ვნახეთ, საგარეო კომიტეტის განცხადებაც ვნახეთ, სადაც ცალსახად მხარდაჭერილია და ნათქვამია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ უნდა გადაიდოს, იმიტომ რომ საქართველოს შეასრულა ყველა ვალდებულება და ის იმსახურებს დღესვე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ანუ ამ ხრივ პრობლემებს ნამდვილად ვერ ხედავ. რაც თქვენ ახსენეთ, არჩევნების საქართველოში ყველა შემდეგი არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ჯერჯერობით არ არის რაღაც ჩამოყალიბების პროცესშია, ასე ვთქვათ და არც შემდეგი, არც იმის შემდეგი არჩევნები არ შეიძლება რომ არ ჩაითვალოს დემოკრატიის ტესტად. ის რაც მე ვნახე ევროპის პარლამენტის ვებგვერდზე სხვა მედია საშუალებებით, გახლავთ ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი შესრულებულია და შიდა ფაქტორები ამ შემთხვევაში გავლენას ვერ იქონიებს. მაგრამ თუ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას ჩავსვავთ ზოგადად ევროპის კავშირთან საქართველოს დაახლოების ფართო კონტექსტში, თუ ჩვენ ზოგადად ვისაუბრებთ, აი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ რა შვრებით, როგორ იქნება ჩვენი ევროპული მომავალი, მაშინ და შეგახსენებთ 2013 წლის თებერვალში ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ამბები, მაშინაც ცემეს ოპოზიციას. იმავე დღეს გირჩის დღევანდელ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს შტირით თუ რაღაცით დაძდევდნენ დასაჭრელად თუ მანქანის გასაფუჭებლად თუ ასე შემდეგ, ხო? ის პროცესები, რომელიც ვთქვათ, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს, ის უარყოფითი პროცესები. ამ მიმართულებით რასაკვირველია, ხელისუფლება კრიტიკას ვერ უძლებს. ბუნებრივია, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მაგრამ, ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, ჩვენ თუ ვართ საზოგადოება, საქართველოს ევროპასთან დაახლოება ეს არ არის არც პარტიული საკითხი, ეს არის ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხი, ეს ზეპარტიული საკითხი, ეს არის ჩვენი ეროვნული საკითხი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. რომ თუ მსგავს ფაქტებს ექნება ადგილი იმ სივრცეში, სადაც თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, სადაც სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება, ადამიანის საკუთრების უფლება, ადამიანის სიცოცხლის უფლება არის ყველაზე დიდი ღირებულება, სადაც ადამიანია, მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი ღირებულება, თუ ეს ჩვენთან შელახულია, ცხადია, რომ ჩვენ ამ სივრცის ნაწილი ვერ გავხდებით. მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ პროცესები ასე არ გაგრძელდება. რატომ არ გაგრძელდება? იმიტომ არ გაგრძელდება, რომ ჩვენ ხედავთ ახალ თაობას, რომელიც სხვანაირად აპირებს ცხოვრებას. ისინი მივლენ იმ ევროპაში. შეიძლება ჩვენ თქვათ ვერ მოვასწროთ ბევრი წელი იმ სივრცეში ყოფნა, მაგრამ ისინი ნამდვილად იქ იქნებიან. იმედს დავიტოვებ, რომ ჩვენც მოვასწრებთ ბატონოგია და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ევროპა არის ჩვენთვის საბოლოო დანიშნულების ადგილიო, ამბობს პრემიერ-მინისტრი. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალების მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ პროცესი დასრულდება 8 ოქტომბრამდეო, როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ეს ბუნებრივია ევროკავშირის გადასაწყვეტია, ამბობს პრემიერი. მეც ზუსტად ამაზე მინდა კითხო, წინა საარჩევნოთ
ვიზომიმოსვლის მიღებას რამდენად ექნება მნიშვნელობა თქვენი აზრით, ან არ მიღებას პარლამენტის პროდასავლური და ანტიდასავლური ძალების დაკომპლექტების შანსებს გულისხმობს? ესეც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის საქართველოში, ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა, თორე ანტიდასავლურმა და ანტისახელმწიფოებმა პოლიტიკურმა ძალებმა ვიცით, რომ რა უნდა თქვან და რას გააკეთებენ და რას აკეთებენ და ვიცით, რომ მათ მაინც და მაინც საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ უხარიათ კი არა, ალბათ უფრო სყიდ. ამ ძალებზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურ. ამორჩეველზე გავაკეთებდი აქცენტს, ანუ მათ იმედ გაცრუებას ხო არ იწვე, ამორჩეველს მიყავს პოლიტიკური პარტიებიც ხელისუფლებაში, ანუ აქედან დავიწყებ და ამორჩევლებზეც გეტყვით. ყველა პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოახერხოს და არჩევნების თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისგან უნდა გამიჯნოს. რატომ? მე გითხარით, რომ გვაქვს ჩვენ კონტაქტები როგორც ევროპის პარლამენტის წევრებთან, ასევე ევროპაში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებთან. ყველასთან საუბარში, აბსოლუტურად ყველა, მნიშვნელობა არ აქვს მათ პოლიტიკურ წარმომავლობას თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან. აბსოლუტურად ყველა გვეუბნება ერთი და იგივეს, რომ მივიღებს თუ არა არჩევნებამდე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, ეს არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ვიწრო პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ. ეხლა მეორე ნაწილი, რაც თქვენ მითხარით, ამორჩევლებზე ეს როგორ აისახება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ჩვენ მოგვენიჭება უვიზო მიმოსვლა შენგენის ხელშეკრულების ქვეყნებთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან და არაევროკავშირის სახელმწიფოებთანაც, ვინ შენგენის ზონის წევრია, ეს აუცილებლად აისახება დადებითად იმ ამორჩევლებზე, ანუ იმ ამორჩევლებისგან, ვინც ამას ელოდება, აუცილებლად გვექნება დადებითი რეაქცია, რაც საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს იმაში, რომ ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალები უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. რა მაძლევს მე ამის თქმის საფუძველს? როგორც კი ევროპის კავშირმა ან ნატომ ოდნავ, აი ძალიან პატარა ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ, მაშინვე ჩვენი მხრიდან, ქართველი ამორჩევლის მხრიდან იყო მყისიერი რეაქცია. ნახეთ, NDI-ის ბოლო გამოკითხვა და ბოლოს წინა გამოკითხვა. გაზრდილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი. შემცირებულია ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი. ეს ყველა ქვეყანაში ასე იყო, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს უკვე ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები არიან. როგორც კი იღებდნენ, აი რაღაც ძალიან პატარა თუნდაც benefits, მაშინვე მათი მხრიდან რეაქცია იყო აუცილებლად შესაბამისად პოზიტიური. დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით გია ჯაფარიძესთან ერთად, რომელიც გახლავთ ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. მე მსმენელს შევახსენებ, რომ ორი ეტაპი დარჩა საქართველოს უვიზო მიმოსვლის მიღებისთვის. ეს არის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, შემდეგ კი ევროპარლამენტის. ევროპის საბჭოში ბოლო რამდენიმე დღეა ეს ცხელი თემაა, ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე. მადლობთ, ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 5 საათზე. ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად.